მოგესალმებით ჯეოროუდის მაყურებლებო. ალბათ ვიდეოში ნახეთ უკვე დღეს ყავს Peugeot 407, ჩემი პირადი ავტომობილი, 2-0, ჩვეულებრივი ატმოსფერული ძრავით, ბენზინი, მექანიკური გადაცემა და კოლოფით. და ვიტყვია ორ სიტყვას ამ ავტომობილზე. სამწუხაროდ გარეთ ქარია და მეჩვენა რომ სალონიდან ჩამეწერა ვიდეო. ეს ავტომობილები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ საფრანგეთში და ზოგადად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ვერ ვიტყვი რომ საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ავტომობილმა. მაგრამ ყავთ ადამიანებს, ჩემნაირი ადამიანებს, რომლებმაც იციან ფრანგული ავტომობილის გემო, ესე ვთქვათ. ამაქანის ფასები საკმაოდ დაბალი არის, ვინაიდან როგორც გითხარით, არ არის ესე პოპულარული მანქანები, როგორც BMW, როგორც Mercedes-ი და ასე შემდეგ. თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ რამეთი ჩამოუვარდება ამ მანქანებს, იმიტომ რომ საკმაოდ ბიუჯეტური ავტომობილები არის ესენი. ეს კონკრეტული მანქანა ახლა მე რაც ვყავს, არ არის ჩამოყვანილი. ეს არის ცენტრში ნაყიდი 2008 წელს, 2007 წლიანი და 2008 წელს არის გამოყვანილი ცენტრიდან და მას შემდეგ თავისი თავი უჭირავს ძალიან მაგრად. დავიწყოთ იქიდან, რომ ფრანგული ავტომობილები იმიტომ არ სარგებლობენ პოპულარობით საქართველოში, რომ უბრალოდ სერვისი არა გვაქვს საქართველოში ამ მანქანების. თორემ ნაწილების მხრივ, ყველაფერი ნაწილი, ყველა ნაწილი იყიდება. უბრალოდ ერთადერთი რაც ვიცი, ავტომატურ გადაცემათა კოლოფებს არ აქებენ და ეს შემთხვევაზე გამოვცადე სამწუხაროდ. წინა მოდელი მყავდა 307 ავტომატური გადაცემათა კოლოფით და რა ვიცი, თავბედი ვიწყევლე რომ ვიყიდე, მაგრამ გავყიდე ისევ ის ავტომობილი იყო საკმაოდ იაფიანი და რა თქმა უნდა ახლა 1000 და 1300 დოლარში როცა იყიდი ავტომობილს, რა თქმა უნდა დაახარჯო ფული. რა ჩემ შემთხვევაში აღარაფერი აღარ დავახარჯე და პირდაპირ გავყიდე. შემდეგ ვიყიდე ეს ავტომობილი 407. 407 ზოგადად გამოდის როგორც სედანი, ისე კუპე. ეს ამ შემთხვევაში ახლა მე რაც ყავს ნახეთ ვიდეოებში რომ არის ჩვეულებრივი 4-კარიანი სედანი. ყველაზე დაბალი კომპლექტაციით არის, მინდა გითხრათ, უკან შუშების ამწევიც კი არ აქვს ელექტროზე, ხელით იწევა, მაგრამ ეს ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ეს ავტომობილი უბრალოდ ყავს, როგორ თქვა, გადასაადგილებლად, საჯლიგინოდ, საქართველოს გზებისთვის, ძალიან მაგარი არის. სხვა ავტომობილებიც ყავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას ვიყენებ ძირითადად სამსახურში გადასაადგილებლად, რომ უბრალოდ ჩამოვიდე. თან ვინაიდან არის მექანიკა, არის საკმაოდ სწრაფი, ეს ერთი, არის საკმაოდ ეკონომიური და არის თხევად გაზზე. ეს თხევადი გაზზე მე არ ჩამიყენებია, მე პატრონისგან ვინც ვიყიდე, მას ყავდა ეს ავტომობილი, 2008 წლიდან მოყოლებული ცენტრიდან გამოიყვანა და საკმაოდ კარგად შეინახა. ამ კონკრეტული მანქანის ფასი იყო $2000 და სადღაც 400-500 დოლარი დავახარჯე ამ მანქანას, რომ იმ კონდიციამდე მივიყვანე, რომ გზაში არ დამტოვოს. რა თქმა უნდა, ახლა აქ შესაღებიც არის, პატარა ნაკაწრებიც აქვს, მაგრამ ეს შემთთვის არ წარმოადგენს პრობლემას, იმიტომ რომ მეორე ავტომობილიც ყავს, როგორც გითხარით, იმას ვიყენებ ძირითადად, დიდ გზებზე გადასაადგილებლად, Hyundai Elantra არის და რო შევადა, რომ ის საკმაოდ ძვირიანი არის, 2018 წლიანი, სადღაც $8000 დაჯდა ის მანქანა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ავტომობილში უფრო კომფორტულად ვცნობ თავს, იმიტომ რომ შუშებს როცა ამოუწევ, გარედან არაფრის ხმა აღარ შემოდის, ზიხარ მანქანაში, ხარ დაცულად, ფრანგებს ეს ძალიან კარგად გამოდით, მინდა გითხრათ და ქმნიან ძალიან მაგარ მანქანებს. Citroen C5-იც ყავდა, 2 და 2 დიზელი იყო თუ არ ვცდები, ის full პაკეტი იყო, როგორც მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნავაროდ გაქონდა. ამ მანქანას არაფერი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ფარების აწევ-დაწევა შეგიძლია სალონიდან. ესეც ძალიან მაგარი რაღაცა არის, მინდა გითხრათ. და რა შეიძლება ამ მანქანაზე კიდევ რო ვთქვათ, გამოდის როგორც კუპე, სედანი და არის 1 და 6, 2 და 0 და 3 და 0 მე მგონი. დიზელის ძრავებიც აქვს, 2 და 2-იანი თუ სწორად მახსოვს. დიზელის ძრავებითაც გამოდის. ამ კონკრეტულ ავტომობილის ხარხუნად უწერი 159 ცენის ცხენისძალა და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად დადის. საკმაოდ მაგარი პერედოკი აქვს, გამძლე პერედოკი აქვს და თვითონ ეს მანქანა არ არის პლასმასში ნარევი, არის მთლიანად რკინა და საკმაოდ
ძიმე მანქანა არის, მაგრამ თავის თავს ძალიან მაგრად ერევა. მცირე უგზაობაშიდაც ძალიან კარგად დადის, იმიტომ რომ კლინესი საკმაოდ მაღალი აქვს, ნახავდით კიდევაც ვიდეოებში. არანაირი პრობლემა არ აქვს, არ გეშინია იმის, რომ იამკაში ჩაარტყავდა კარტერი გაძვრება. და რაც შეიძლება ახლა რომ მოყვეთ ამ ავტომობილზე ყოველდღიურად სამსახურში წასასვლელად, თუნდაც დიდ გზაზეც რომ წახვიდეთ, არანაირი პრობლემა არ აქვს. თავი რა იყოს გამართული, ელექტროობა აქვს, ამას ერთადერთი მინუსი ის, რომ თუ ელექტროობა მაურია ამ ფრანგულ მანქანებზე, მოუგარებელი არაფერი არ არის, მაგრამ დღეს საქართველოში ვერ გაუგებენ ამის ელექტროობას. მე ვიძახე რაღაც სერიოზულ პრობლემას, თორე სხვა რაღაც პატარა პრობლემა რო ქონდეს, ნებისმიერ ავტომობილზე გაუგებენ და არ არის პრობლემა. რაც არ მომწონს ამ მანქანების ესე ვთქვათ არის ის, რომ ავტომატური კოლოფები უფუჭდება ძალიან ხშირად. და ამის გამო ალბათ შეიძულა ხალხმა ეს მანქანები. თუმცა ევროპაში სადაც ყოფილი ვარ, რომ მინახავს Peugeot Citroen-ის, უმეტესობა სულ მექანიკები ყავთ და გამომდგარიც არის. ეს კონკრეტულიც მექანიკა არის, 5 სიჩქარიანი მექანიკა არის, მე-6 უკუსლის და საკმაოდ კარგად დადის, მინდა გითხრათ. პირველშიდაც მეორეშიდაც, ნებისმიერ მანევრს ადვილად აკეთებს. რული აქვს ძალიან რბილი, მანევრირებადი არის, ქალაქშიდაც პარკირების პრობლემა არ მაქვს, ანუ ჩვეულებრივად ვაპარკინგებ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ცხვირი აქვს ამ მანქანას, არ გამჭირვებია, იმიტომ რომ მოხვევის კუთხე, ესე ვთქვათ, პავაროტი, თუ რასაც ქვია, ძალიან მაგარი აქვს. ადგილიდან რომ დაკეცო ჩვეულებრივად, ანუ არ ჩამოუვარდება Mercedes, ხო მიძახიან რომ Mercedes ძალიან მაგარი მოხვევის აქვს კუთხე და რაღაც. არც ამ მანქანას არ აქვს ნაკლები და რაც შეეხება პერედოქს და ზოგადად ცვეთად ნაწილებს, თუ გამოუცვლით, ბოლომდე გამოყვებათ, იმიტომ რომ ეხლა იმდენად რბილად დადის, რომ არ ვიცი რა, ყველასაც ცვეთადი დეტალი შევცვალე, რა თქმა უნდა. ზეთები კალოტკები მაგას აღარ ვარ, როცა მანქანას ყიდულობთ, პირდაპირ უნდა გამოცვალოთ. ერთადერთი, რაც არ შემიცვლია ჯერ და უბრალოდ არ უწევს შეცვლა არის ძრავის შიდა რემენი, იმიტომ რომ სადღაც 70,000 კილომეტრზე უნდა, მე მგონი გამოცვლა და ჯერჯერობით ახალი შეცვლილი არის, ვისგანაც ვიყიდე, მან მითხრა და აღარ შევცვალე. რაც შეეხება ქალაქში მოძრაობას, საკმაოდ კარგად დადის, ბილად დადის, არ ჩამოუვარდება არც Toyota-ს, არც Mercedes-ს, არც BMW-ს. ამ ფასში, ამ ბიუჯეტში, მე თუ მკითხავთ, ძალიან მაგარი მანქანა არის ეს. თავია რომ ვიყიდოთ ნორმალურ მდგომარეობაში და ცოტა ხელი შეავლოთ. მე არ მაქვს საუბარი ხელ ვიზუალურზე და იმაზე. ვიზუალოდაც სუფთა მოვლილი მანქანა არის. ერთადერთი ქიმწმენდა ჩაუტარე და გავაპრიალე თვითონ სალონი, იმიტომ რომ სიამოვნებს კარგად როცა ვზივარ მანქანაში სისუფთავი როცა არის. და დანარჩენი ხლა 2000 და 3000 დოლარამდე მანქანა საქართველოში რომ ვიყიდოთ, დამერწმუნება ყველა რომ ნებისმიერი მანქანა რაღაცა ჭირს. შეიძლება 10,000 დოლარიანი იყიდო, ეს არ არის ცენტიდან გამოყვანილი მანქანა სიტყვაზე, ვიდრე მეორად ავტომობილზე მაქვს საუბარი. და არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რა თითქოს რაღაც ნაკაწრი რატო აქვს. არ არის ეს. თავი არის, ისეთი პრობლემები არ გქონდეს, როგორც არის ელექტროობა, მოტორის პრობლემა, გაგრილების პრობლემა, რაც თუნდაც ახლა BMW-ს მსხოლები დამეთანხმებიან, მეც ვყავდა რამდენიმე BMW და სულ პრობლემა მქონდა, წყლის სისტემასთან, ამ მანქანას არ აქვს გავსი პრობლემები. არანაირად აღმართებზე ძალიან მაგრად დადის, არც ერთხელაც არ აუწევია წყალს და ადუღებაზე საუბარი ზედმეტია. და თხევად გაძი არის ეს. უფრო რატომაც ვიყიდე და გავრისკე ამ მოდელის ყიდვა, ეს მოდელი მე არ მყოლია, მაგრამ სანამ ვიყიდიდი შევამოწმე ბევრი რაღაცები, ბევრი წვრილმანი პრობლემები აქვს, მაგრამ თხევად გაზზე რა ხანი იყო, გადავწყვიტე რომ მეყიდა უფრო ეკონომიურად და სარბენად, ესე ვთქვათ, ჭყალებში. ძალიან მაგარი გამომდგარი მანქანა არის, იმიტომ რომ სადაც 15 ლარის გაზით, 110 კილომეტრი გავიარე. ეს არის ძალიან მაგარი მარჩვენება, 15 ლარის ბენზინით ამდენს ვერ გაივლი. კი მექანიკა არის, კი სწრაფი არის, კარგია, მაგრამ ბენზინით ფიზიკურად ვერ მოგიო მაგდენის ლიტრაჟობაზე რო გადავიყვანოთ. თხევადგას აქვს კარგი ოქტანობა და გაწევაზეც მოქმედებს, ეს მინდა გითხრათ. ტრასაზე რაც შეეხება ამ მანქანას, ახლა წავს სადღაც 5-6 ლიტრას, ქალაქში ალბათ 9-10 ლიტრას და თუ თხევადგაზზე გადავიყვანთ, სადღაც 2-3 ლიტრით მეტი უნდა ივარაუდოთ, მაგრამ მე მაინც ყოფნის, იმიტომ რომ
საკმაოდ გამომდგარია რა და ეკონომიურიც არის, სწრაფიც არის და ნორმალური ვიზუალიც აქვს მინდა გითხრათ და არანაირად არ ვთვლი რომ ბევრ მანქანას ჩამოუვარდება ახალს. 2007 წელს გამოსულ მანქანას იმდენად მაგარი კომფორტი აქვს სალონში, იმდენად ბილი არის და გარედან არ შემოდის ხმები, რომ რა ვიცი, ბევრ 2018 და 17 წლის მანქანებს არ აქვს ეს. მე არ ვიძახი ახლა BMW-ებზე, Mercedes-ებზე და რაღაც არაბიუჯეტურ მანქანებს ვიძახი, ბიუჯეტურ მანქანებს როგორც არის, Toyota Camry, Hyundai Elantra Sonata, Prius-ი თუნდაც, მაგრამ Prius-ი მე პირადად არ მომწონს. ეკონომიურობის თვალსაზრისით თუ გადავხედავთ, კი ეკონომიური არის, ჰიბრიდი არის, კარგი და გამძლე მანქანებია, მაგრამ შიგნით როზი ხარ, გინ შიგნით დახარ, გინ გარეთ, აზრი არ აქვს. ეს მანქანა ახლა როგორც გითხარით, 2-დან 0 არის, 4 ცილინდრიანი არის და ელემენტარული რო ვიყიდე, სვეჩებიც კი არ შემიცვლია, უბრალოდ შევამოწმე, ნახე და აი თავისი სვეჩები აყენია, რაც ძალიან მაგრად გამიხარდა რა. არ არის რაღაცა მეორადი სვეჩი, ქარხანამ რაც დაუყენა, რამდენი წელი გავიდა, ხო? აი კი, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ აი იმდენად კარგად მუშაობს. ელექტროობა არანაირი ჩავარდნა არ აქვს მანქანას, დაბალი აბაროტებიდან მაგრად მიდის, პირველიდან ჩვეულებრივად წყვიტავს მანქანას და საკმაოდ სწრაფია. უბრალოდ არ მაქვს ახლა იმის საშუალება, რომ გარე კადრები კიდევ გაჩვენოთ, ქარი არის და თან ვერ გადავიღე ისე როგორც საჭირო არის, მაგრამ მოგიყვებით დეტალებს. თუ გადაწყვიტავთ ამ მანქანების ყიდვას, ერთადერთი უნდა შეამოწმოთ, გადაცემათა კოლოფი, აუცილებელია, იმიტომ რომ ზეთი, ეს ყველაფერი წყობაში უნდა იყოს და რა თქმა უნდა, რემენი, ძრავის რემენიც არის, იმიტომ რომ ხშირად უპუჭდება ძრავის რემენები ხოლმე ამ მანქანას, ძრავის რემენი უპუჭდება ხშირად ამ მანქანას. დანარჩენი მოდით გავიაროთ ახლა და სიარულშიც აგიხსნით, თუმცა მოგეხსენებათ დღევანდელ პირობებში საქართველოში, ახლა ისეთი გზები არის, რომ გინდა არ გინდა მანქანა ყოველთვის იბრიდება, ესე ვთქვათ რა. იმდენი ბუგაროკი არის, იმდენი დათხრილი არის რა, რომ რავი, ახლა ჩვეულებრივად გადავიარე ბუგაროკზე, არანაირი ჯლიყინის და ბლუყუნის ხმა არ აქვს, რაც ყველაზე მეტად მეზიზღება მანქანაში და აი ამ მანქანაზე შემიძლია ვთქვა, რომ აი ამ ბიუჯეტში ნამდვილად კარგი მანქანა არის. შეუცვალეთ ზეთი, შეუცვალეთ კალოტკები, დააყენეთ წესიერი საბურავები და ივლისს და გასიამოვნებთ. მეტი არაფერი არ შემიძლია რომ დავამატო. ეს არ არის რაღაცა სპორტკარი ან ვინმესო დაუდგე და გავეჯიბრო, მაგრამ აბგონზე ჩვეულებრივად გადიხარ, რომ დაადგა მოყვება მანქანა. ეს არის ჩემთვის უმთავრესი, რაც მინდა გითხრათ. და თუ დააპირებთ ამ მანქანის შეძენას, გადავამოწმეთ ყველაფერი, ისტორია, რა მდგომარეობაში იყო, თუ ჩამოყვანილი არის, მაგრამ მე მგონი ეს მანქანები არ ჩამოყავთ გადაჭრილები, ესენი თუ ჩამოყავთ ვიღაც თუ მოდის საფრანგეთიდან, თუნდაც ევროპის ნებისმიერ ქვეყნიდან შეიძლება წამოიყვანონ. მე არ მინახია, რომ კოპარტიდან ჩამოსული პეჟო გადაჭრილი ყოფილიყო, ან რაღაცა ეგეთი სისულელე. არა, იმიტომ რომ არ სარგებლობს დიდი პოპულარობით ეს მანქანა და მესმის კიდევაც, თუმცა ვიზუალურად კი ნახეთ რაც არის, ფუ რა ვნახეო, ნამდვილად ვერ იტყვის, მაგრამ არც ვაი რა ვნახე არ არის, მაგრამ დადის, ჩვეულებრივად დადის, კარგი მანქანა არის, გამომდგარი მანქანა არის და რა ვიცი, არ მეშინია მაგალითად ბუგაროზე გადასვლა პერიოდში შემჩება ხელში, ან თუნდაც რაღაც სისულელე რომ მოვიდეს. ყველანაირი კომფორტი აქვს ახლა ამ კონკრეტულ მანქანას, ჩემთვის პირადად კომფორტია ის, რომ კონდიციონერი აქვს, მუშაობს, თან დაჟე თავისი ფრეონი ასხია, რომ შევამოწმე ზაფხულში არ აკლდა და არც დამატებას ასაჭიროებს, ნორმალურად არის. ფეჩიც კარგად უბერავს. კლიმატის სრულება შეგიძლიათ, ორდონიანი კლიმატ კონტროლი აქვს და ეს მანქანები გამოდის სხვადასხვა კომპლექტაციით. ახლა ამ შემთხვევაში ჩემსას არ აქვს ელექტროსაჭი არ აქვს. არ აქვს დიდი მონიტორი, პარკი კონტროლი და მსგავსი რაღაცეები, რასაც რა თქმა უნდა მარკეტოლოგები ზრუნავენ და უფრო მეტ თანხას ახდენებენ მომხმარებელს. ჩემთვის პრიორიტეტული იყო მხოლოდ ის, რომ ყოფილიყო მექანიკა, ნაკლები საწვავი მოეხმარა და მივეყვანე დანიშნულების ადგილამდე. ეს იყო ჩემთვის და თუ გადაწყვიტავთ, რომ თქვენც ესეთი მანქანა გჭირდებათ და ვერ შოულობთ ან ისეთ მანქანას, ეს არის იდეალური ვარიანტი. არანაირად არ ჩამოვარდება ბევრ კაი მანქანას და დღესდღეობით დადის. თავისი სიტყვა თქვა ამფრაგულო მანქანებმა.
მე ძალიან მომწონს, გადასადგილებლად იდეალური არის, დადიხარ სადაც გინდა, როგორც გინდა და პრობლემა არ აქვს ამ მანქანებს. თავარი არის, დროულად შეუცვალოთ ზეთი, გაატაროთ სერვისი. და რაც მინდა გითხრათ, რომ კატალიზატორის ზედ აქვს ამ მანქანას, არავის არ ამოუცლია და კარგია ის, იმიტომ რომ ამის კატალიზატორები ფაქტურად კაპიკებია და როცა იბარებდნენ, არავის არ აინტერესებდა და ალბათ ამის გამო დაინდეს ესაც უდავე მანქანა. გაწევაც საკმაოდ ნორმალური აქვს. არ ჩამოუვარდება არც BMW-ს და არც Mercedes-ს ამ კლასში. ჩვეულებრივად დადის და რა ვიცი, მეტი რა შეიძლება რომ თქვათ. თუ რამე კითხვა გექნება, დამიწერეთ კომენტარებში, შეგიძლიათ შემომთავაზოთ თქვენი ავტომობილები, უცხო მანქანები რაც ყავთ. მე პირადად გადავწყვიტე და გადამიღო ეს ტესტ დრაივი, იმიტომ რომ არ ყოფილა საქართველოში, არ შემიხედავს ვინმეს გადაიღო ფრანგული მანქანა. გინდა ახალი, გინდა ძველი, ანუ შეიძლება იყოს რამოდენიმე როგორც ესე ტესტ დრაივი და ვიდეო განხილვა, არ მინახავს. და ძალიან გული მწყდებოდა, იმიტომ რომ როცა კიდევ ვაპირებდი, მაინტერესებდა ამ მანქანაზე რა იყო და რა თქმა უნდა ახლა ინგლისურად კი არის ყველაფერი და დოკუმენტაცია და ყველაფერს ნახავ გუგლში, მაგრამ მაინც ქართველის გადაღებული სხვანაირად იტესტება ხოლმე. თან საქართველოს გზებზე მით უმეტეს. მეც ვერაფერს ვერ დავამატებ, შემოკარგებო. ეს იყო პატარა ვიდეო მიმოხილვასავით, ტესტ დრაივიც არ არის, ხლა ამას მე ტალახში ვერ ჩავაგდებ და ისე ტესტ დრაივს ვერ მოვუწყობ ახლა როგორც საჭირო არის, იმიტომ რომ არ წვიტავს ვარსკვლავებს და ამის ტრეკზე ვერავალ და ვერ დავადუღებ იქაურობას, უბრალოდ ჩემს გამოცდილება მოგიყევით ამ მანქანაზე. ძალიან კარგი მანქანა, ეკონომიური არის, ჩქარიც არის და საკმაოდ კარგად დადის. გამოიწერეთ არხი, ჩემი თხოვნა იქნება, დაგვილაიქეთ ვიდეოები და კიდევ ბევრ ტესტ დრაივს შემოგთავაზებთ. ასევე თქვენ შეგიძლიათ თქვენი პირადი ავტომობილი გადამაღებინოთ. და დანარჩენი რა ვიცი, გილოცავთ ახალ წელს, დაესწრეთ მრავალს და თქვენ იცით.